დღეს გვაქვს სასიყვარულო გაშლა, თქვენს ჩაფიქრებულ პარტნიორს რისი მოცემა შეუძლიათ და რისი მოცემისთვის არის მზად, რეალურად რას მოგცემთ ეს ადამიანი ახლომავალში, თქვენ რისი მიცემა შეგიძლიათ და რას მისცემთ. ჯერ ნახოთ თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს რისი მოცემა შეუძლია. ამ ადამიანს გარკვეული თვალსაზრისით ემოციების მოცემა შეუძლია. შესაძლებელია აქ იყოს როგორც პოზიტიური რომანტიკული ემოციები, ასევე თავისი შინაგანი მწუხარების, დარდის, ცოტა მძიმე ემოციების გადმოცემა. შეიძლება ადამიანი ცოტა დეპრესიული იყოს, ან ტანჯვისკენ მიდრეკილი, ან რთულ პერიოდს გადის და თავისი რაღაც შინაგან სიმძიმე თქვენზე გადმოქონდეს. ნეგატიურ ჭრილში შეიძლება ეს იყოს, პოზიტიურ ჭრილში უბრალოდ სასიყვარულო რომანტიკული აღმაფრთოვანებელი ესეთი სასიამოვნო ემოციები შეუძლია მოგცეთ გაგიზიაროთ. მაგრამ აქ არის ერთი ნიუანსი კიდევ, რომ ამ ადამიანს ემოციების მოცემა შეუძლია, მაგრამ იმის იქით მეც არაფერს არ იძლევა. თან ეს ემოციებიც არის ცოტა იმპულსური, არ არის სტაბილური, არის ერთჯერადი ხასიათების. აი მაგალითად ორ კვირაში ერთხელ შეიძლება გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში რაღაცა დაგაფრქვიოთ მთელი ეს თავისი გრძნობები და მერე საერთოდ გაქრეს. მერე ისევ გამოჩნდეს. ანუ აქაც სტაბილურობა აკლია და აქ არის მომენტი, რომ ის რომ რეალურად აი რამე რესურსი, რამე ფინანსური სიტუაცია ჩადოს, ან რამე მომავალში პრაქტიკული შემოგთავაზოთ, ეს არ შეუძლია. ცარიელი ემოციები და ისიც შეიძლება თუ ნეგატიურ ჭრილშია ურთიერთობა, იყოს დეპრესიული რთული მძიმე ემოციები. თქვენ რისი მიცემა შეგიძლიათ თქვენი პარტნიორისთვის და რისი მიცემისთვის ხართ მზად. თქვენის მხრივ თქვენ ძალიან დაბნეულები ხართ და არეულები ხართ ამ სიტუაციაში და ანუ თქვენის მხრივ თქვენ თითქოს არც გინდათ რომ გამოხატოთ რომ რამე მაწუხებს და ფარავთ ამ ყველაფერს, ვთქვით რომ მაქსიმალურად დაფაროთ, მაგრამ აი აქ შინაგანი წუხილები ჩანს ძალიან ბევრი. ანუ თქვენს მხრივ შეიძლება მისთვის ეს ურთიერთობა მძიმეა და იძახის რომ აი დავიღალე, აღარ შემიძლია, მეტი რესურსი არ მაქვს, მეტი თავი არ მაქვს. ანუ რაღაც შეიძლება თქვენ და უნდა თქვენ პარტნიორთვის სიმძიმე მიგაქვთ იმ თვალსაზრისით რომ აი პასუხისმგებლობას აკისრებთ, რომ მე მინდა შენ ეს გააკეთო და ის ვერ აკეთებს ამ ყველაფერს და ის არის ძალიან გაჭედილი და ძალიან გართულებული სიტუაციაში. აქ ასევე თქვენის მხრიდანაც შედის გარკვეული შიშები და ემოციური დამოკიდებულება და მიჯაჭვილობები, ნეგატიურ კონტექსტში. თუ ძალიან დადებითია, შეიძლება იყოს აი აქ ძალიან ღრმა, სულიერ დონეზე გაგება ადამიანის, მისი უსიტყვოდ გაგება შეიძლება შეგიძლოთ და მისცეთ ეს უსიტყვო უპირობო თანაგრძნობა და გაგება, მთელი პასუხისმგებლობები თქვენს თავზე აიღოთ, მთელი ტვირთი თქვენს თავზე აიღოთ, ყველაფერი ერთმა მარტო გასწიოთ და მას ყველანაირი პასუხისმგებლობა მოაშოროთ. ესეც შეიძლება იყოს აქ გადათამაშებული. რაც შეეხება მას, რეალურად რას მოგცემთ ეს ადამიანი თქვენ ახლო მომავალში. მოცემით პრაქტიკულად რომ დავფიქრდეთ, ცოტა ბევრს ვერაფერს ვერ იძლევა, პირდაპირ ვკითხრათ. შეიძლება იყოს ერთი ცოტა უხეში, ცოტა ხისტი, ცივი ენერგიები, უფრო დაპირისპირებული კონფლიქტური სიტუაცია, მაგალითად აი ეჭვიანობის მომენტები, ან გაეჭვიანოთ, ან თვითონ იყოს ეჭვიანი, ან თვითონ იყოს აი რაღაცაზე გიპირისპირდებათ, რაღაცაზე გებძვით, იმის ნაცვლად რომ უბრალოდ დაინახოთ ერთმანეთი, რომ თქვენ ერთ მხარეს დგახართ, ის ადამიანი ყოველ შემთხვევაში თქვენ როგორც მტერს, ან როგორც რაღაცა კონფლიქტურ სიტუაციაში მყოფს, ესე აღიქვავს და ესე იქცევა. მოცემით განსაკუთრებულს რომ თქვათ რამე სტაბილობას გაძლევთ, არის კრიზისების შემოაქვს ბევრი, თან თითქოს შეიძლება აქ იყოს გარკვეული, არაკარგი ქცევები, რბილად რო ვთქვათ, აი მანიპულაციური, ეგოისტური, ზურგს უკან მოქმედებები, შეიძლება იყოს თუ კონტექსტი ძალიან ნეგატიურია, ფრთხილად იყავით, ესეთი ქცევებიც ახასიათებს. რეალურად გრძნობების მოცემა შეუძლია, მაგრამ დაჟე ამასაც არ იძლევა ბოლომდე და აქ უფრო კონფლიქტურ და დაპირისპირებულ დაძაბულ ენერგიებში გადავდივართ. რაც შეეხება თქვენ რისი მიცემა შეგიძლიათ და რას მისცემთ, რაღაც მომენტში ძალიან უსაზღვრო პოზიტივს გასცემთ ამ ადამიანზე და აძლევთ თქვენ შინაგან რესურსს, თქვენს ენერგიას, მოდი მე მოგცე, მოდი მე გაგაბედნიერებ, მოდი მე გაგახარებ, მაგრამ ის არ აღმოჩნდეს, რომ რესურსად დარჩეთ და საბოლოოდ თქვენთვის აღარაფერი აღარ შეგრჩეთ მერე და თქვენ დაგჭირდეთ აქეთ სხვა განძიება და აი ბედნიერების პომპოვება აქეთ არ დაგჭირდეთ, იმიტომ რომ ადამიანის კონფლიქტების მეტი არაფერი არ შემოაქვს თქვენთვის, ბევრი დაძაბულობა შემოხდა, თქვენ კიდე აი ესე გულგახსნები ყველაფერს აძლევთ, რაც კი კარგი გაგაჩნიათ. საბოლოო ჯამში რეალურად თქვენ შეგიძლიათ რომ ამ ადამიანს ახალ ეტაპზე გადაყვანა მისცეთ, ახალი განცდები, ახალი გრძნობები, ისეთი როგორც შეიძლება აქამდე არ განუცდია. ამის მიცემა შეგიძლიათ, მაგრამ მას არ აქვს ცოტა ამისაობა, ან ცოტა შიშები აქვს შეიძლება იმდენად ახალი უცხო და უჩვეულო იყოთ მისთვის, რომ ცოტა აქ იძაბებოდეს და იზაფრებოდეს, იმიტომ რომ მისთვის ესეთი ახალი თავგადასავალი, ესეთი ტიპის ურთიერთობა ცოტა საშიში იყოს. ან ის, რასაც თქვენ სთავაზობთ, მისთვის უცხო იყოს და ფრთხილობდეს და
და არ იყოს თითქოს მზად ბოლომდე ამ ყველაფერზე წამოყოლისთვის, თორე თქვენ როგორც ესეთი შეგიძლიათ, რომ ეს ადამიანი აი საერთოდ მისი სული ახალ მოგზაურობაში გადაიყვანოთ და თქვენი ურთიერთობა საერთოდ ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ. თუ ის წამოყვებათ, რა თქმა უნდა. მოკლედ გისურვებთ ჰარმონიულ ურთიერთობას პირადი გაშლებისთვის TikTok მაყურებელმა მომწერეთ Instagram-ზე, Facebook მაყურებელმა და Instagram მაყურებელმა შეგიძლიათ მოწეროთ პირად შეტყობინებაში.